ამ გოგონის ვიდეო ნახა ალბათ ბევრმა თქვენგანმა, რომელიც ავრცელებს თავის დაუნებურად თუ შეგნებულად სრულ დეზინფორმაციას მართლმადიდებლურ და ზოგადად ქრისტიანულ ეკლესიასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ქრისტიანულ ეკლესიაში კითხვების დასმა არის ცოდვა. ინდივიდუალურად ყველა მოძღვარი საუბრობს საკუთარ მრევლთან ნებისმიერი კითხვის გარშემო და შესაძლოა არ ვიცი კონკრეტულად ამ გოგონას მე ხუცხვ ადამიანს შეურაცხყოფას არ მივაყენებ, შესაძლოა კონკრეტულად ამ გოგონას ინდივიდუალური გამოცდილება იყო ის, რომ რომელიმე მღვდელმა არ გასცა რაღაც კითხვებზე პასუხი და უთხრა, რომ ეს არის ცოდვა, მაგრამ ქრისტიანულ სამყაროში ზოგადად მოძღვარსა და მის მრევლს შორის ყალიბდება განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობა, როდესაც ისინი საუბრობენ ყველა საკითხზე. გარდა ამისა, არსებობს უდიდესი ლიტერატურა, სადაც არის მაგალითად ჩვენი უწმინდესი სილია მეორის ქადაგებებია გამოცემული არაერთგზის. ასევე სხვადასხვა ეპისკოპოსების სასულიერო პირების ქადაგებები. პავლე მოციქულის წერილები ავიღოთ ხო უბრალოდ და ამასთან დაკავშირებით ვისაუბროთ. ეს ყველაფერი შესაბამება სრულ დეზინფორმაციას, რომ თითქოს კითხების დასმა არის ცოდვა. გარდა ამისა, არსებობს წმინდანების ცხოვრების შესახებ ჩანაწერები. მე მაინტერესებს ამ გოგონამ უბრალოდ რომელ კითხვაზე მოინდომა და ვერ მიიღო პასუხი, მაგრამ ზოგადად ცოტა სხვანაირი შეხედულებები აქვს ამ გოგონას, იმიტომ რომ მე გადავედი მას და რაღაცების მოძება მინდოდა და ნუ აღმოაჩინა, რომ ზოგადად მას ჯერა, რომ ადამიანების ნაწილი არიან ანგელოზების რეინკარნაცია, ანუ ზოგადად ნორმატიული ჩარჩოებიდან არის გასული. მე უბრალოდ მაწუხებთ, დღეს არსებობს რელიგიის თავისუფლება, რასაკვირველია, მე შეიძლება გულიმწყდება, რომ ეს გოგონა ასე ვთქვათ, ჩემი შეხედულებიდან აცდენილია ჭეშმარიტების გზას, მაგრამ არსებობს რელიგიის თავისუფლება, მაგრამ მე მაშფოთებს ის, რომ ეს გოგონა და მისი მსგავსი ნარატივის მქონე ადამიანები ავრცელებენ აბსოლუტურად სრულ ინფორმაციას, რამაც შეიძლება რომელიმე კონკრეტულ ადამიანს და განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს, ბავშვებს თავგს აუპნიოს და აფიქრებინოს, რომ თურმე ეკლესიაში კითხვებს არ ვსვავენ, ეკლესიაში კითხვებს ვსვამთ, საუბრობთ ყველაფერზე და ჩვენ თვითონ ვეძებთ ღმერთს, როგორც ეკლესიაში, როგორც უამრავ ქადაგებაში, ასევე წმინდა წერილებში და ასევე ჩვენი შემესების და გონების გამოყენებით. აზროვნება ადამიანის ერთ-ერთი მთავარი უნარი და სწორედ აი ამ უნარის განვითარებით და მუშაობით არის შესაძლებელი, რომ როგორც ცნობიერების ამაღლება და გარესამყაროს შეცნობა, ასევე ბევრ სხვადასხვა კითხვაზე პასუხის გაცემა. ასე რომ იმედი მაქვს ეს თავად ეს გოგონაც რეალურად მიხვდება, რომ ავრცელებს დეზინფორმაციას და ასევე მოიპოვებს იმ საკუთარ სულიერ სიმშვიდეს და გამოვა ამ რაღაცა მოკლედ სულ ეს იყო, რის თქმაც მინდოდა.